მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ ტრადიციულად საჯარო გაშლა თემით თუ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში. 17 ნოემბრიდან 24 ნოემბრის ჩათვლით. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი და ვნახოთ აბა რა გველოდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. რა ელოდება პირველ ვარიანტს და რა ელოდება მეორე ვარიანტს 17-დან 24 ნოემბრის ჩათვლით. ქვებსაც დავამატებთ პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი, რომელიც მეტად გიზიდავთ, რომელიც მეტად გეძახით. თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, დააპაუზეთ კიდევაც. პირადი კონსულტაციის მსურველებს შეგიძლიათ მომწეროთ პირადში. ასევე შეგახსენებთ, რომ საჯარო გაშლები არის უფასო, ამიტომაც ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებელია მოიწონოთ ეს პოსტი, ეს ვიდეო. და მოდით, ახლა ჩვენ დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი ხმლების 4-იანი. იცით, კონკრეტულად ამ არკანში ვხედავ გარკვეული სტაბილურობის შეგრძნებიდან გამოსვლას, კონკრეტული ენერგიებიდან გამოსვლას, მაგრამ არა ნეგატიური, არამედ პირიქით პოზიტიური თვალსაზრისით. იცით, რას გულისხმობ? მაგალითად, წარმოიდგინეთ, თქვენს რეალობაში იყო რაღაც გარკვეული სტაბილურობა, შეიძლება სტაბილურობა როგორც სიმყარე, ან სტაბილურობა როგორც პირიქით, სტაბილურობის მეორე მხარე, რაღაც მომაბეზრებელი რუტინა, ხო? რუტინაც შეიძლება იყოს როგორც სასიამოვნო, ასევე არასასიამოვნო. და თითქოს ზუსტად ამ რუტინიდან, ამ რაღაც ერთფეროვნებიდან გამოსვლას შეძლებთ თქვენ, პირველი ვარიანტი. კარგით, ვნახოთ, კიდევ დავამატოთ არკანები და ვნახოთ, რა ელოდება პირველ ვარიანტს 17-დან 24 ნოემბრის ჩათვლით. არკანი მეტლე, არკანი კვერთხების 4-იანი, არკანი კოშკი და არკანი სამსჯავრო. მეგობრებო, პირველი ვარიანტი ძალიან საინტერესო კვირა გელოდებათ, ნამდვილად ძალიან ახსავსე გარკვეული მოვლენებით, იმიტომ რომ შეხედეთ, რამდენი, პირველ რიგში ხომ სამი უფროსი არკანი ამოვიდა, მეტლე, კოშკი და სამსჯავრო. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება ეს საკითხი, მაგრამ ბევრი თქვენგანი აქ შეიცვლის რაღაც გარკვეულ ადგილმდებარეობას. მაგალითად, შეიძლება ეს იყოს ერთი ადგილიდან მეორე ადგილას გადასვლა საცხოვრებლად. ან დაუშვათ, ეს შეიძლება იყოს რაღაც ძლავრი ცვლილება, მაგალითად, ერთი არა ადგილიდან, არამედ ერთი საერთოდ ქვეყნიდან ან ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლა, ხო? ხვდებით ხომ? ანუ ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება, მაგრამ მთავარი რაც არის, ეს არის ის, რომ აქ იქნება დიდი ალბათობით გარკვეული ადგილმდებარეობის ცვლილება. თუმცა ყველასთან ძალიან სხვადასხვანაირად რეზონირდება. აღსანიშნავი არის ისიც, რომ ბევრ თქვენგანთან ჩანს აქ ადგილმდებარეობის შეცვლა არა იმ კუთხით, რომ მაგალითად ერთი ადგილიდან მეორეში გადახვალთ საცხოვრებლად, არამედ მაგალითად თქვენი სამსახურის ფილიალი შეიცვლება, ან რაღაც ახალ ადგილზე გადახვალთ საცხოვრებლად, ან ზოგადად უბრალოდ სამოგზაუროდ შეიძლება წახვიდეთ, ხო? აქ ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, კი, ინდივიდუალური ინტენსიურობა ჩანს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, იცოდეთ, რომ ეს იქნება რაღაც ძალიან უმძლავრესი და საბედისწერო ცვლილებები. ეს იქნება ძალიან მძლავრი ცვლილებები, მეგობრებო. მძლავრი და საბედისწერო გავიმეორებ. და ეხება არა უბრალოდ კონკრეტული ადგილის ან სიტუაციის შეცვლას, არამედ ზოგადი ცხოვრების სტილის, ზოგადი ცხოვრების რეჟიმის შეცვლას, რუტინის შეცვლას. თან ნახეთ 2-4-იანი ამოგვივიდა, ხმლების 4-იანი და კვერთხების 4-იანი. თქვენი რუტინა იცვლება, სულ სხვა ენერგიებში გადადიხართ. უფრო მძლავრ, უფრო აქტიურ ენერგიებში გადადიხართ და რა თქმა უნდა, ეს შეიძლება საერთოდ არ იყოს მარტივი და სასიამოვნო. მაგრამ ძალიან მძლავრი ცვლილებები არის აქ და საბედისწერო. გავიმეორებ, იცვლება მთელი თქვენი ცხოვრების სტილი, თქვენი ცხოვრების რეჟიმი, მაგალითად, ძილის რეჟიმი შეიძლება შეიცვალოს.
ყველაზე მკვეთრად რა ენერგიებიც მოდის, ეს არის რაღაც ადგილმდებარეობების შეცვლა. კიდევ მინდა რომ არკანები დავამატო. რა ელოდება პირველ ვარიანტს 17-დან 24 ნოემბრის ჩათვლით ერთი არკანი თავისით ამოვარდა. არკანი კვერთხების რაინდი ამოვარდა. ხმლების ცხრიანი, რას ეხება ეს ხმლების ცხრიანი? პენტაკლების სამიანი, ხმლების 10-იანი. მეგობრებო, შეხედეთ აქ როგორ რაღაცას ხედავ, რაღაც ძალიან ნეგატიური ეტაპი დასრულდება თქვენი ცხოვრებიდან, რაღაც ისეთი დასრულდება, რაზედაც თქვენ ფიქრობთ, რომ შეუძლებელია დასრულებულიყო. რაღაც ისეთი ნეგატიური ასპექტი მორჩება და გათავდება, რაღაც ისეთ ნეგატივს დაესმევა წერტილი, რაზედაც თქვენ ფიქრობდით, რომ აი აქ შანსი არ არის რამე ცვლილებები მოხდეს ჩემს ცხოვრებაშიო. წარმოგიდგენიათ, ასეთი ძალიან მასშტაბური ენერგია მოდის, მასშტაბური ცვლილებების ენერგია. უფრო ენერგიული იქნებით პირველ რიგში, უფრო თავდაჯერებული. მეტი მოძრაობა იგრძნობა თქვენს რეალობაში, როგორც პირდაპირი, ასევე გადატანითი მნიშვნელობით. ანუ როგორც ცხოვრებისეულად მეტად აქტიური იქნებით, ასევე ფიზიკურადაც მეტი აქტიურობა იქნება თქვენს რეალობაში. მაგრამ ძალიან სასიამოვნო. თუმცა ერთადერთი, რაც მე შემიძლია გითხრათ, ეს არის ის, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება არ დასრულდეს ეს ცვლილებები. ნუ ზოგადად საბედისწერო არის, ხო? მაგრამ აი ნახეთ, ამ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება არ მოხდეს მთლიანი ტრანსფორმაცია. ამდენი უფროსი არკანის გამო ვამბობ. და რა თქმა უნდა, ისევ და ისევ გავიმეორებ, ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად რეზონირდება, მაგრამ სავსებით შესაძლებელია აქ სიტუაცია გაიწელოს და ბევრი რამ საკმაოდ არასასიამოვნო და სადღაც მტკინეულიც კი იყოს, იმიტომ რომ აქ მოდის, ნახეთ, კოშკი, ფუნდამენტალური ჩამოშლა რაღაც გარკვეული ენერგიების. თქვენი აზროვნების, თქვენი რაღაც კონკრეტული შეხედულებების ფუნდამენტი იმსხვრევა, პირველი ვარიანტი. და რა თქმა უნდა, ზოგისთვის ეს არ იქნება დიდად მტკივნეული, ზოგისთვის ძალიან მტკივნეული შეიძლება იყოს, ხო? მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არ იქნება რაღაც ნეგატიურის მომტანი. საბოლოო ჯამში ეს სიტუაცია იქნება საბედისწერო და საბედისწეროდ დადებითად შეცვლის თქვენს რეალობას. ძალიან მაინტერესებს რა უნდა მოხდეს თქვენს რეალობაში პირველი ვარიანტი. ამიტომაც გელოდებით კომენტარებში და მოდით ახლა გადავიდეთ ჩვენ მეორე ვარიანტზე და ვნახოთ მეორე ვარიანტის რეალობაში რა მოხდება ამ ერთი კვირის განმავლობაში. არკანი ზომიერება. ნუ ეს არის არკანი, როდესაც თქვენ პოულობთ რაღაც საკუთარ ჰარმონიას, რაღაც შინაგან სიმშვიდეს, როდესაც გარკვეული პრობლემები როგორც იქნა გვარდება, როდესაც რაღაც მოვლენა რაც აქამდე გაწუხებდათ, ან რაღაც კონკრეტული ფიქრი, რომელიც აქამდე გაწუხებდათ, ხდება არა ნეგატიური, არამედ თქვენი რაღაც ძალა, როდესაც ადამიანი განიცდის ასეთ სულიერ ალქიმიას, სადაც ნეგატივი გადადის ძალაში და პოზიტივში. ამიტომაც მეორე ვარიანტი თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში გელოდებათ მეტი სიმშვიდე, მეტი სიწყნარე, მეტი შემოქმედებითი ენერგიები, ახალი ცოდნა, ახალი ინფორმაციები, შემოქმედების კუთხით მოდის ძალიან მძლავრი ენერგია, თითქოს რაღაც ახალი მუზა მოგეცემათ, ახალი ეგრეთ წოდებული მუღამი, ახალი საშუალებები. განსაკუთრებით ეს ხელოვან ადამიანებს ეხება. ასევე გარკვეული პრობლემები მოგვარდება, რაღაც გარკვეულ დეტალებს შეეგუებით, რაღაცეებს პირიქით გამოასწორებთ. მოდით დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში 17-დან 24 ნოემბრის ჩათვლით. ვნახოთ აბა. არკანი ეშმაკი, არკანი ხმლების დედოფალი. ნახეთ მეგობრებო, ორი უფროსი არკანი ამოვიდა. აქაც უფროსი არკანები მოდის. იცით, კონკრეტულად ამ არკანებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა ის, რომ აქ იქნება, პირველ რიგში სქესობრივი ასპექტით იქნება მეტი აქტიურობა, მეტი სიმძლავრე, ლიბიდოს აწევა, ასე ვთქვათ. ასევე
ვიცით ახლა შეიძლება გაგიკვირდეთ რომ ჩუმად ვარ, მაგრამ უბრალოდ არკანების ენერგიებში შევდივარ. რაღაც გარკვეულ სანკაულს შეიძენთ, თითქოს ამ ერთი კვირის განმავლობაში. ეს შეიძლება იყოს როგორც ბეჭედი, ასევე რაღაც გარკვეული კულონი, ყალსაბამი, რომელიც თქვენს რეალობას შეცვლის, რომელიც იქნება ძალიან განსაკუთრებული ენერგიის მატარებელი თქვენთვის, რომელიც შემოიტანს თქვენს რეალობაში გარკვეულ ფინანსურ მატერიალურ კეთილდღეობას, წარმატებას, მეტ ფემინურ ენერგიებს, მეტ დაცვას, განსაკუთრებით ეს ჩემს კოლეგებს და პრაქტიკოსებს გეხებათ. მოკლედ რომ ითქვას, ამ ერთი კვირის განმავლობაში რაიმე სახის სანკაული თუ მოგეწონებათ და დაგიძახებთ, აუცილებლად შეიძინეთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი წარმატების მომტანი იქნება იგი თქვენთვის. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ხართ თუ არა პრაქტიკოსი. იცოდეთ რომ რაიმე სანკაული თუ მოგეწონებათ, მოგიზიდავთ, აუცილებლად უნდა შეიძინოთ ამ ერთი კვირის განმავლობაში. დავამატოთ კიდევ არკანები, რა ელოდება მეორე ვარიანტს ამ ერთი კვირის განმავლობაში 17-დან 24-ის ჩათვლით. 17-დან 24 ნოემბრის ჩათვლით. ხმლების 10-იანი აქაც, არკანი თასების 5-იანი. აქაც კვერთხების 9-ი ამოვიდა. კოშკი. სამსჯავრო. კვერთხების 4-იანი. ხმლების ტუზი. გასაგებია. პირველ რიგში პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი რაღაცეებით ნამდვილად გავხართ. როგორც ჩანს ორივესთან რაღაც გარკვეული საბედის წერომოვლენები მოხდება, თუმცა არ არის აუცილებელი ერთნაირი იყოს, ხო? მეორე ვარიანტის შემთხვევაში შეიძლება იყოს აქ ადგილმდებარეობის შეცვლა ან რაღაც მსგავსი უმძლავრესი ცვლილება, მაგალითად სამსახურის შეცვლა, ადგილმდებარეობის შეცვლა, ოფისის შეცვლა ან რაღაც ასეთი, მაგრამ ნახეთ მეორე ვარიანტი თქვენ განსხვავდებით იმით, რომ თქვენში უფრო მეტად შიგნიდან იგრძნობა ცვლილებები. თითქოს პირველი ვარიანტის შემთხვევაში გარედანაც იყო ცვლილებები და შიგნიდანაც, მაგრამ გარედან უფრო მძლავრად იგრძნობოდა, ხოლო მეორე ვარიანტი თქვენ შემთხვევაში გარედანაც იქნება გარკვეული ცვლილებები, უფრო მატერიალური ასპექტებით. გავიმეორებ, შეიძლება იყოს ან ადგილმდებარეობის შეცვლა, ან რაღაც ისეთი დეტალი ბჭყალებში, როგორიც არის სანკაულის შენაძენი, რომელიც თქვენს რეალობას შეცვლის, შემდგომ აუცილებლად პოზიტიურისკენ, რა თქმა უნდა. მაგრამ ნახეთ, თქვენთვის უფრო მეტად შინაგანი ცვლილებები იქნება, ემოციური ტრანსფორმაცია, რაღაც გარკვეული შინაგანი ტკივილის, მარტოობის დაბრკოლება, რაღაც გარკვეული მწარე არასასიამოვნო სიმართლესთან ან შეგუება, ან მისი გამოსწორება, აი რაღაც ასეთი ენერგიები იგრძნობა მეორე ვარიანტი, ხვდებით? ხვდებით ხომ, რასაც გულისხმობ. და ზოგადად აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენს რეალობაში როგორ ხდება, ჯერ ხდება რა თქმა უნდა ასტრალურ დონეზე, ინფორმაციის დონეზე და შემდგომ გადმოდის მატერიალურ სამყაროში, ხო? და თითქოს პირველი ვარიანტი ამ ერთი კვირის განმავლობაშივე გადმოვა ამ მდგომარეობაში, მაგრამ აი მეორე ვარიანტი უფრო მეტად შინაგანი ცვლილებები იქნება და უფრო მეტად აი ეს ენერგეტიკული ცვლილებები, როდესაც ჯერ დაიწყო ცვლილებები ენერგეტიკულად და ინფორმაციულ დონეზე, მაგრამ მატერიალურ სამყაროში ჯერჯერობით, როდესაც ან არ აღიბეჭდა, მაგრამ რაღაც მცირედით. სულ ეს არის მეგობრებო, ძალიან მისტიური კვირა გველოდება ყველას, აშკარად. მე თქვენ ამაზე დაგემშვიდობებით, გისურვებთ ბედნიერებას, წარმატებულ და ნაყოფიერ კვირას და ნახვამდის.